ბაღში მომახსენეს, რომ თურმე ნუ იტყვი და ქალბატონს არაფერი არ უჭამე დედამიწის ზურგზე. სამხარწია საუბარი. და თუ გამოიცნობთ რაინება გემო არ მოეწონა თურმე ქალბატონს უკაცრავად ახლა. ნეტარისი გემო არ მოეწონა ერთი გამაგებინა მეტი არ უნდა არაფერი. აუცილებლად უნდა დავდგათ ყავა. მიუხედავად იმისა, რომ აი ახლა მე მთელი დღეს მშიერი ვარ და 5-ია თითქმის უკვე საათი, არ მინდა არაფრის ჭამა. აი ახლა ერთ-ერთი რაც მინდა ეს არის რომ ოდნავ დავისვენო და ყავა მივირთვა, იმიტომ რომ ძალიან ვარ დაღლილი. აი შემიძლია ვთქვა, რომ ასე დიდი ხანი არ დავღლილ ვარ, აი ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ძალიან და დიდი ალბათობით დრო გამეზრდება სამუშაო დრო სამწუხაროდ. და მომიწევს ალბათ 4-მდე ყოფნა. როგორც იცით 3-მდე ვიყავი. და მარიკოსაც გადაეწევა გამოყვანის დრო, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ. სხვანაირად არ გამოდის, ხო და აი ესეთი ამბები გოგოებო მოკლედ და ეხლა ბევრად რთულ ეტაპზე გადავედით. ბევრად იმაზე რა ქვია უკვე სხვაგან ვართ, ანუ რეჟიმს თუ გულისხმობთ, ანუ სარეპეტიციო რეჟიმს. ამიტომ ბევრად რთულად წავა ეს პერიოდი დაღლის კუთხით. რო გითხრათ მიხარია, ვის უხარია დაღლა, მაგრამ ანუ რა გავაკეთო. და რაცა დიდად სხვა გზას ვერ ვხედავ. დაღლის გარეშე ვერ ვხედავ. ხო და ესეთი ამბები, ვაიმე დედო ფეხები აღარ მივარგანო. მე თუ 5 საათზე ძალიან გაგანია პროცესში ვიყავი, ვთქვათ, ვიდეოს გადაღების და ბევრი საქმე მოთავებული მქონდა, ჩათვალეთ, რომ ესენი უნდა გადავწიო 6 საათამდე, ეგრე გამოდის. მე მაგარი ვარ, ყავის იმიანი მოვკიდე ამას. მალადეც. ну кай ეს მეც გასარეცხია, მაგრამ მაინც რატო ხარ ფეთხუმი? ყველას წყლის ძალა ხალხო? აი მე ფეხს უგრძნობდე მარიამის თავს გეფიცებით, ანუ ფეხებს უგრძნობდე. რომ იტყვი ხო მიუყარე სათამაშოები ბავშვებს და რა უნდათ? კი, აბა რა სულ ეგრეა. სად არის ხალხო ეგრე? მით უფრო ჩემ საქმეში, რა საქმეზეც მე ვარ. მით უფრო. შეხო საერთოდ ეგრეც არ არის, მაგრამ მით უფრო. სად მაგ დაჯდობის დრო? გაგანიაზე იმების პერიოდებში, ანუ სად მაქვს. ჩვენთან არ არის აი ესე მეკითხებით ხოლმე რომ აი თქვა რამდენი ზეიმია. და არ არის ისე როგორც აი სარვამარტო ცალკე და აი ეს რომ დაყოფენ და სიმართლე გითხრათ ვერც ვხვდები ამდენ ზეიმს ბაღები აი სახელმწიფო ბაღები მით უფრო როგორ ასწრებენ. აი სარვამარტო ცალკე რაღაცა ცალკე ერთი 8 ზეიმი რო წელიწადში მართლა ვერ ვხვდები. თუნდაც 4 იყოს ვერ ვხვდები როგორ ასწრებენ, იმიტომ რომ ახლა პროცესია, ცოტა ვერ ვიგებ, მაგრამ ნუ რა ვთქვათ. წელიწადში გვაქვს 2 გოგოებო. ვაიმე, პური მაქვს ხალხო, აი რავი, რამდენი ვერ გეტყვით გლეჯვაზე. ვინც სახში მოვიდა ეს ამ 2 დღეს, მანდიზე ყველა პური მოიტანა, ჩემი ჩათვლით. ესე იგი გოგოებო, ვაიმე ეს რატომ მიდევს? რატო შევდე? უი, ეს სხვა პური ყოფ. მე ჩემი პური მეგონა და გადავირიე. ორჯერ არის გოგოებო, ერთი საახალწლოთ, ანუ ახალი წლის დღეებში, ახალწლამდე და შემდეგ არის უკვე მაისი-ივნისი. გაყოფილი. ზოგი იმ დროს, ზოგი ამ დროს. ეს დედა რა კარგია წელში გამართვა ერთი კიდე გამიწვია დედა. ხო, აქვე ვაკუუმის ვარჯიშს რაც შეეხება, აქვე გავაკეთოთ, ბარემ გამართული ვარ და ვდგებით ცოტა გავშალოთ ფეხები მხრების სიგანეზე.
და ვიღებთ სუნთქვას და რა თქმა უნდა სუნთქვა ყოველთვის უნდა ავიღოთ ცხვირით. ვიღებთ სუნთქვას ცხვირით, ეხლა ეს მე ფარფალაზე დამოცვია, მაგრამ ესე აგიხსნით რომ მიხვდეთ. ცხვირით აღებული გვაქვს, მაგრამ მარტო აქ არ არის მთავარი რომ ავიღეთ და უნდა შევწიოთ მუცელი. სადამდე შეძლებთ გააჩეროთ, გამოუშვათ, მოდუნდეთ. კიდევ შეიძლება წამიერად აბრუდაგეხვეთ და არ ინერვიულოთ, ჩვეულებრივი პროცესია, კიდევ ესე, რაც შეიძლება მუცელი შევწიოთ, რაც შეიძლება მთელი ძალით, სადამდე შეგვიძლია, მუცელი უნდა ავაკრათ ბოლომდე და აი ასე, ეს უნდა გაკეთდეს უზმოზე, მართალია, მე დამავიწყდა და ყავის დალევის მერე გავაკეთე, მაგრამ ნუ მომბაძავთ, უზმოზე ჯობია, საერთოდ რა არაფერი გაქვთ მირთმეული და ყოველ დღე მე არ ვარ ღვევ და ყოველ დღე ვაკეთებ, აბსოლუტურად ყოველ დღე, რამდენი დღეა, მე 5 თუ რა აღარ მახსოვს მოკლედ. ასე რომ ყველა დღე, ასე რომ ვთქვათ, შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს რაღაცა ფორმები იცვლება, ანუ გარდა იმისა, რომ ყვება სხვა, მაგრამ გასაგებია და დეფიციტზე ვარ. ხშირ შემთხვევაში დეფიციტზე ვარ, სულ არ ვარ. ფორმები რაღაცნაირად, აი, თითქოს სხვანაირად არის ეს მუცლის გარშემოწერილობა რა. და ძალიან კარგია, ძალიან ვაკუუმის ვარჯიშები, ასე რომ გირჩევთ, ეს არა მხოლოდ ადამიანებს, ვინც თქვათ ამ პრობლემას ვებრძვით, არამედ ის ადამიანებს თითქოს არ ებრძვით, თითქოს გამხდრები ხართ, მაგრამ ნახეთ ეს მუცლის ზონა ოდნავ თუ მაინც ცოტა ისე გაქვთ დისკომფორტს გიქმნით, თქვენთვის არის ძალიან კარგი და არა მხოლოდ თქვენთვის, ვისაც საერთოდ არ აწუხებს ახლა ეს მუცლის ზონა, უკეთესია თუ გააკეთებთ, ხაზე პრესია ძალიან ლამაზი. ხო, პრესამდე ვერ იხეზიება, სანამ მე მადამდე მივალ, მაგრამ ვინც მანდხართ კილოცა. აი, ამ ჭიქაზე ხალხო გიჟდები, ისე მიყვარს და ანუ რავი, რამდენი 2 წელია თუ რაღაცა, მაგალითად ძალიან მიყვარს. ამასაც სადგამი აქვს, ხის იქით მაქვს, ხა მეზარება მოვიტანო. აი ესეთია და აი ისე მომწონს და ისე მიყვარს, რომ აი რავი რა გითხრათ. სად ვიყიდე სპარი? თუ არ რავი ასაკ. დედიკო, შეგზა სამზარაული შუქი ჩააქრო, დამავიწყდა. ვაიმე ხალხო, დღეს გავიღვიძე და რას ვხედავ? ოღონდ ეს ხდებოდა ძალიან ადრე. ანუ ეს არ ხდებოდა 12-ზე, პირველზე 2 ძალიან ადრე. ანუ 8 ვაიმე თვალები ვერ ვხანებ. დაახლოებით 8 წუთიც არ იყო, თვალი გავახილე. ოღონდ ეგ პროცესი ბევრად ადრე დაიწყო, რა თქმა უნდა, ვიდრე 8 წუთზე. და ვხედავ, რომ წინ არის სიშავე, ანუ ვერაფერს ვეღარ ვხედავ, ისეთი ბნელია, მთელი ცა. ვიძახი არ უწვიმია ესე, რომ ანუ ამ დონემდე, რომ აი რაღაცა დაბნელდა თითქოს ეგეთ შეგრძნება იყო რა. დაკვამლიანება იყო ისეთი, ხალხო ფანჯარა ვერ გავაღე. როგორც ისიც მე ნახალუკაში ვცხოვრობ და შესაბამისად ვაგზლის მოედანი, ანუ მე საითაც ვცხოვრობ, ჩემთან ვაგზლის მოედანი ბევრად ახლოს არის, ვიდრე შეიძლება ვიღაც ნახალუკაში ცხოვრობდეს, მაგრამ ცხოვრობდეს იქით და სულ არ იყოს ახლოს, ანუ მე ძალიან ახლოს ვარ. და იმ დონის დაკვამლიანება იყო და ისეთი ბოლი იყო და ხალხო ისეთი ამბავი იყო, იწოდა მთელი ბაქანის ტერიტორია, იწოდა, აი ცეცხლში იყო გახვეული. მაგ პერიოდებში უკვე ეთყობა ქრობის პროცესი იყო და იყო ამიტომ ძალიან დაკვამლიანება, უფრო მეტად ჭვარტლიც რო ეძახიან. მე ვნახე უკვე დადებული კადრები, მალევე ვნახე სოციალურ ქსელში დადებული კადრები, აი მთელ ზოლად როგორ იწოდა და იბუგებოდა ყველაფერი, აი არ ვიცი ხალხო, იმედი მაქვს რომ ადამიანების კუთხით არ არის მსხვერპლი. არ მომისმენია სამწუხაროდ მე სამსახურში გავიქეცი და მაგის დრო და ის არ მქონდა ნამდვილად რომ ინფორმაციები გადამემოწმებინა. მარიკო, მოდი ჩემო სიცოცხლე დედიკო. დედის გული, მოდი გაახარე დედა, ჩვენ რო ვიცით, მოდიდე. მოდი ახლოს ჩემო ლამაზო. პური ჩემო სიცოცხლე აუცილებლად, წადი ჩემო. მე ჩეპილი. აი ესეთე. და აღარ ვიცი ხა ესე, მაგრამ ანუ ისეთი ამბავი იყო.
ანუ არ გენახთ ეგეთი არაფერი. ისეთი ამბავი იყო. მე დღეს ვიხარ საუბრობდა სხვათა შორის მე რამდენად უნდა გადაწვანო. ანუ მეც უკვე მგონია რომ რაღაცა განგებ ხდება, აი მაგ ტერიტორიების დაწვა და მგონია რომ რაღაცა სხვა პერსპექტივები აქვთ და განგებ ვიღაცა წვავს, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ხო სულ შეიძლება მანდ იწოდეს ყველაფერი. აი მაგ ტერიტორიებზე რა. და რამ ხელაზარალი და აი წარმოიდგინეთ და თუ ხალხს დაზღვევა არ ქონდა და ის გაკეთებული ხო საერთოდ მეყოლე ვარდივით. აი არ ვიცი რა თანხებზია საუბარი და რა თანხებშია ხალხი გადამხტარი არ ვიცი და იმედი მაქვს რომ გამოიძიებენ და რაღაცნაირად ხა დაადგინო გეხოცები რაღაც სადენები რაღაცებს იტყვიან. და იმედი მაქვს რომ რაღაცა სახელმწიფო ტელეფონი რომ მე ჩემოსიცოცხლე. მოდი პეპა ჩაგერთო მომიტანე მომიტანე ჩემოსიცოცხლე. რაღაცა ბანკებს გადაუვადებს ან ძირთად ხალხს ბანკებთან ყველაფერი გაკეთებ. აი არ ვიცი გადავიდი. მომეცი ჩემოსიცოცხლე. პური არ გვავიწყდება დედა? ხო ჩემო ლამაზო. არ გვავიწყდება პური. აი მთელი გულით წუხარა, იმდენად შევწუხდი დილით, იმდენად შევწუხდი, რომ აი ვერც აგიხსნით. ისე მომხვდა გულზე და აი ეს ხალხი ამდენ შრომობს, ამდენ სწავლობს და წარმოიდგინეთ რა, რაიმე მიშველეთ რა ხმაზია. რამხელა ზარალი მიადგა და ვინ იცის კიდე ეხა რა და როგორ და რა მოხდა და რა დაიწვა და რა ზარალზეა ხალხო იმ სიგრძე რიგი იწოდა პლუს და ვერც აგიხსნით რამხელა ტერიტორია იწოდა და რა ვიცი რამხელა ზარალი ექნება ეხა ხალხს წარმოიდგინეთ რამხელა მე არ ვიცი ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ვინმე თუ ამას განგებ აკეთებს რა დამპალი უნდა იყოს ხვის იმაზე რომ ამ ხელა აი არ მოდგენა არც მინდა და მაგის წარმოდგენა რომ ვინმეს აქვს იმის რაღაცნაირად ის რომ გააკეთოს ძალი და ვინმე გააუბედუროს რა და აი დედიკო მაგი დაზედებს ჩემო სიცოცხლე მაგი დაზედე ხო მომეცი მოგიხიოდე მომეც ჩემო ლამაზო მოგიხი. ვუალა! ჰადე. დღეს ხოთა შორის ძალიან ბევრი კომპლიმენტები მიგიღე, ხო და რა დიდი მადლობა ხალხო, რა ვიცი, როგორც გუშინ დღეს ისე ვარ, ანუ ისევ-ისეში ყველაფერი ისევ-ისე მაქვს. არაფერი გვიცვლება, არ გამიკეთებია საკუთარ გარეგნობაზე, მაგრამ რაღაც ეთქვა განწყობა მაქვს სხვა, მე არ ვიცი, მაგრამ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გზაში შემხვდით, ვინც სამსახურში შემხვდით და ვინც მომწერა და მოკეთ ყველას რატო არ ერთვები. დიდი მადლობა ხალხო. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცნაირად ადამიანს რო ვიტყვი რომ უი დღეს რა კარგად გამოიყურები, ან დღეს თუ არა უი რა კარგად გამოიყურები. კარგად გავაფერე. ზოგს როცა დღეს რა კარგად გამოიყურებიო, გუშინ არ გამოვიყურებოდი. კი, ჩემო სიცოცხლე. დედიკო თან მივირთვათ, მარიკო. მარიკო. მე დამიჯახე. გეძახი დედა და რა ვიცი, არ ქვია მარიამი შენ. კიდე, შესვენება გამოაცხადე დე. წავიდა. მიდი 2 წუთი შეგასვენებ, მიდი დედიკო და დახატე, მოდი ყავა ჩემთან. გიშტები, ანუ ნახეთ, აი ეს რო ახატია, ჩემი განწყობა რაღაცნაირად უფრო ანუ რო ვყიდულობდი, იქ რო ვიყავი, რადი რომ გამაგიჟა, თავის სადგამით. რა მივეცი 10, 12, 15, ვაი მე არ მახსოვს. თქვენც იყავით ჩემთან ერთად, ეგ ვლოგი მახსოვს. ხო და ყავის მოყვარულებს გაგვიმარჯოს ყველას ერთად ჩაისებსაც და ზოგადად მოყვარულებს გაგვიმარჯოს. გადასარევი. დედა რა კარგი. მაგრამ უნდა მოვაბრუნო, მე ამ ხელით ვერ ვსვამ, ანუ ესე ლამაზია ძალიან რომ ჩანდეს და ესე რომ მოვაბრუნება არ არის ლამაზი ჯღანია და თან წითელი თურსაცხი ჩანს. დედა ფეხები როგორ მდგება და იწოდე. მე დაასვენე ფეხები. ვასვენებ შვილო, მე რომ მოვატუნო. მადლი. ახლა და კლებს ნახო. აისვენე კარგად. დიდი მადლობა ჩემო ერთადერთო. კაიდე აღარ მინდა ჩემო ლამაზო. მიდი გააფერა დედიკო, სხვადასხვა ფერები აიღე. სხვადასხვა? კიდე.
აი მე დღეს მარშრუტკაში ვიღაც მამაკაცი საუბრობდა ქართველი არ არა, სომეხი იყო და ანუ აქცენტზე ქართულად რო ლაპარაკობს, აი ხო ხვდებით აქცენტზე იქ რაღაცა სომხურ სიტყვებსაც ურევდა და მე რაღაცა კოლექტიურად ბუდიში მოიხადა მარშრუტკაში, რომ ახლა ლაპარაკობო და ბოლოხმაზე ხვირის. ახალგაზრდა მამაკაცი რა, კარგად არ მესმოდაო ტელეფონში და კი შეგაწუხეთოთ, მაგრამ ერთი საათი ლაპარაკავ, აი მე უთხარი. არა უშავს, როგორ გეკადრება და ამ დროს ჩვენში დაჩის პირი არ გაბიჩერებია ტელეფონზე მეც ვლაპარაკობდი. ხმაზე არა, მაგრამ სადღაც ვიყავი შემაგრული ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ ეს იზე ყვირო და მაგის ყვილში ხო არავის ხმა არ ესმოდა ერთმანეთის და პლუს მე ვის ველაპარაკებდი, მის ხმაც არ მესმოდა. აი მოგიჟდე. გადასარევი ამიდია გარეთ, აი გადასარევი. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ გოგოებო, რომ ვისაც შეგხვდებათ ვიდეო და გადასარევი ამინდია და ამ დროს შეიძლება წვიმდეს, გეტყვით, რომ ეს ვიდეო არის წინა დღეს ჩაწერილი. ეს დღეები, ეს კვირა ფაქტობრივად რა ვიდეოც იდება, არის წინა დღეს ჩაწერილი ვიდეოები. ანუ აი ესე ავაწყე რაღაცნაირად და მედი მაქვს რომ ესეც გაგრძელდება, იმიტომ რომ ბევრად კომფორტულია ჩემთვის ასე ვიდეოების ჩაწერა დავაკვირდი. იმიტომ რომ მეტი დრო მაქვს კადრების რაღაცა ასაწყობად, ვიდრე იმ დღესვე უნდა გადავიღო, იმ დღესვე უნდა დავამონტაჟო და ფიზიკურად მე არ მაქვს მაგისი დრო სამწუხაროდ და დავრწმუნდი, რომ იმდენად გადარბენაზე ვარ და ახლა მეტად გამეზრდება ეს დროის ფაქტორი და ძალიან რთულად უმაქვს საქმე. რომ მივხვდი, რომ ასე ბევრად კომფორტულია ავაწყო. ასე რომ, აი ესე გამოდის, რომ ერთი დღის მით ხდება ყველაფერი. მირეკავს, მე ჩემი უყრე მირეკავს.